საშიში ნივთიერების შემცველი რძის პროდუქტების შესახებ ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ დეპუტატებსაც. ისინი ზუსტად იმეორებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებას, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა ამბობენ, რომ გამოკვლევა უნდა გაგრძელდეს. არის მე ხა კონკრეტულად რომელი ბრენდისაც მოვიხმართ არ ვიცი. მაგრამ თავარი არის ის, რომ სპეციალისტებმა ვიცით, რომ ის რაც არის მოგიგნებულია, ამოღებული იქნება, ქსელში არ იქნება, თუ მანამდე ვინმე მოიხმარა, ის რაოდენობა რაც მოიხმარა, ჯანმრთელობის საში არა. ამიტომ დაველოდოთ სპეციალისტებს ამას პოლიტიკა როგორ შეგიძლიათ დაზუსტებით? უკვე წლებია ხომ? სპეციალისტების პატევნას განმარტება არ მოისმინეთ, ექიმების განმარტება არ მოისმინეთ. პარლამენტის წევრმა არა შეფასება გავაკეთო იმაზე. არა უშავს რაც ამ დრომდე მოიხმარეს? ასე გაიგეთ თქვენ მათი განმარტება? თქვენ როგორ გაიგეთ? როგორ გაიგეთ ეს მაინც? ასე გავიგე, რომ ის შემცველობა რაც აღმოჩენილი იქნა, მისი რეგულარული მოხმარება შეიძლება გამოიწვიოს მომავალში სერიოზული რამე, მაგრამ ამ ეტაპზე თქვენს რომ ასეთი რამ არ არის და არ არის საშიში. აკეთებთ რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განიხილებოდეს ახლა, მათ შორის სახელმწიფო უწყებების და ასევე მწარმოებელი კომპანიების. მწარმოებელი კომპანია პაპაშვილთან თუ გაქვთ ასევე კითხვები. მწარმოებელი კომპანია, როგორც იცით, თქვენ არის საუბარი აზერბაიჯანულ კომპანიაზე, რა თქმა უნდა, იქაც ვინც არის იმპორტიორი კომპანია, მასთან უნდა გაარკვიოს ურთიერთობები. სახელმწიფო მაკონტროლებელ უწყებებთან არ გაქვთ კითხვები. სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებმა აღმოაჩინეს ეს ყველაფერი თქვენ ხო არ მოგიჩენიათ და მე ჟურნალისტური გამოძიებით. შეიძლება ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია და გამოსწორდება კიდევ თუ არის ესეთი აუცილებლად. ხარვეზი ძალიან მსუბუქ შეფასებად არ გეჩვენებათ. ვსაუბრობთ ნივთიერებებზე, რომლებიც კიბოს იწევს ექსპერტების შეფასებით, ამას მე ხო არ ვამბობ. მის მაგრამ მაგ სახელმწიფოს როლი რა არის? კონტროლი იმის არ დაშვება, რომ დახზე მოხდეს ასეთი პროდუქტები, რომლებიც აკონტროლებენ ამ უწყებებთან თქვენ კითხვა არ გაქვთ, როგორც რძის რიგით მომხმარებელს, არა როგორც დეპუტატს. რა თქმა უნდა, თუ არსებობს ასეთი, ძალიან ცუდია და უნდა გამოსწორდეს. და გამოსწორდება რა თქმა უნდა. არ ფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს კონკრეტული უწყებების, კონკრეტული პირების? ესე უბრალოდ ესე ხელის მოსმით დადგეს, თავისთავად ხადა კიდე გეუბნები, არ არის კარგი, თუ არსებობს ესეთი, მაგრამ უნდა გამოსწორდეს თავისთავად. თქვენ აგრძელებთ რძის პროდუქტების მოხმარებას ახლა? ფიქრობთ, რომ საშიში აღარ არის? აი, ნახე როგორია, კიდე ვიმეორებ, მიყვარს ძალიან. ალბათ ამასაც მივაქცევ ყურადღებას უკვე. ცოტა არ იყოს მეც რომ მოვისმინეს ამბავი, რაღაცნაირად ცოტა ნეგატიურად განვეწყო, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაფერი გამოსწორებადია. ადამიანზე უარყოფითი ზემოქმედება, რასაც ახასიათებს ყველაფერს. ვერა მზის სხივი, მაგალითად, კარგი, მაგრამ არასდროს თუ მოიხმარ, ცუდია. მაგრამ ამ შემთხვევაში ხო დაუშვებელ ნივთიერებაზე ვსაუბრობთ? მე ლოგიკას თუ მომკვდებით, ხდები ექიმის ეკითხებით, ხო, ხა მე ხო პოლიტიკოსი, ამ წუთაზე პოლიტიკური პასუხი არ არის. ეს არის სამეცნიერო პასუხი. რასაკვირველია, ჩვენი ყველასი სამეცნიერო სფერო იქნება თქვენს სიტყვიერი პარლამენტი კანონმდებლობა მოწოდებულია პოტენციური ბენეფიციერის უსაფრთხოებაზე. თუ აქ არის დარღვევა, ის აუცილებლად უნდა გასწორდეს მიზეზის ცალკე გამოტანით და მერე რეაგირებით ეს მიზეზი რა გამოიწვია. მე მოუწოდებ ყველა ადამიანს გაფრთხილებით დახედოს ეტიკეტირებას. ეტიკეტზე არ დაგხვდებათ ამ ნივთიერების შესახებ ინფორმაცია, საქმეც ხო ეგ არის ბატონო. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ გინდათ რომ დაანერგოთ ნიგილიზმი, შიში არ შეიძლება დაინერგოს. შიში არ შეიძლება დაინერგოს. დასაკვირველია, ის კონკრეტული შემთხვევა აუცილებლად გამოსაძიებელია და სხვის რომ მეხამრეთის ფუნქცია შეასრულოს და გამაფრთხილებელი ეფექტი კონდეს, აუცილებლად უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე.